ჩემი მეგობარი სერგო როგორ გითხრათ, ხელოვნება უკვე სურათი იყიდა. საშუალო ზომის თეთრი ტილოა, ესე მეტრი და 60 დაახლოებით მეტრზე და 20-ზე. ხო. მე და სერგო დიდი ხნის მეგობრები ვართ. საკმაოდ ცნობილი ექიმია, დერმატოლოგია. აი, ხელოვნება უყვარს. ხო. ორშაბათ შევუარებ, სურათი თურმე შაბათს იყიდა. როგორც ირკვევა, კარგა ხანია ოცნებობდა აი ამის შეძენაზე. ხო. სურათი თეთრია. აბსოლუტურად თეთრი. ძვირია? არა. 6,000 მივეც. 6,000. ხო? 6,000. ხანდრიშვილი 6,500 მაზრდა. ხანდრიშვილი ვინ არის? ხანდრიშვილი არ გაიგია. რა იყო, არ გამიგონია. ხანდრიშვილის გალერეა პირველად გესწრაფა. ესე იგი გალერეა გაძლევდა 6,500. არა, თვითონ ყიდულობდა თავის. მე? რა მე? ეკიდა მე, რატომ არ ეკიდა? იმის თომ რომ ის სურათი გაყიდა, დაინტერესებულია კერძო პირს მიყიდოს. ეს აუცილებელია ბაზარმა ვერ მუშაობს. ხო. მოგწონს? აი, მოიცა, მაგიდან უყურე. ხო. აბა, აი ეს შეხედე. ხედავ როგორი ზოლებია, ხედავ? ეს ხაზ ფონიც თეთრი აქვს, მაგრამ თვალს თუ მოჭუთავ, შესაძლოა წვრილი ზოლებიც შეამჩნიო. ქვემოთ ისიც თეთრი. რა გვარია? ვინ? ხატვარი? რა იყო, არ გამიგონია? ანტროიაძე. ხო? შენს გარდა სხვა ვინმე იცნო? ცნობილია? ძალიან ცნობილია. შენ რაღაც არ მჯერა რომ ამაში 6,000 მიიღო. არა, მე ვიცოდი შენ მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. ბიჭო. ამაში ნაგავში 6,000. რა სერგო? ეს ჩემის მაკაცი, მამია. ჩვენი ბიჭია, დიდი ხნის მეგობრები ვართ. ავიაციის ინჟინერია და საკმაოდ კარგი სახელიც აქვს, მაგრამ იცით, აი იმ ინტელექტუალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ვერაფრით ვერ ეგუებიან თანამედროვე ხელოვნებას და თან რატომღაც ამაყობენ ამით. აი ამას როგორ ამბობ ნაგავია, მამია. რა იყო სერგო, რა იუმორის გზნობა სულ დაკარგე, კაცო, ან გაიცინე, ან გაიღიმე მაინც, რას მიჩხუბები ვერ გავიგე, გინდოდა და იყიდეთ მერტომ მშვიდობაში. არა, ეხლა მითხარით უცბად. აი რას შეადარე ნაგავია. აი, დამცინი შენ. ვერიკი ჩვენ დამცინი. მამია, εσύ როცა ასე რაიმეზე ლაპარაკობენ, იგულისხმება რომ არსებობს ამ საგნის შესაფასებელი კრიტერიუმი. ესე ვისა ლაპარაკები, ბიჭო, ესე ლაპარაკები ეს ეროში. ესე რა გეტყვი, მამია? თანამედროვე ხელოვნების აზზე არ ხარ. არაფერი არ გესმის საერთოდ და ბედავ კიდე და მიმტკიცებ, რომ ეს ნაგავია. მაპატიეს სერგო ძალიან დიდი გოდიში. მე მაპატიეს რა თქმა უნდა ნაგავი არ არის ეს. ეს არის ზღრენი. არა, სურათი არ მოწონს და ნუ მოწონს. მაგრამ რა არის ეს რა დამოკიდებულება? რატომით მე ლაპარაკებ? ვერ გავ. რას დამცი? რა ხაგი? არა, გაგიჟებულა ეს უბედური და ვერც გაუგე. როგორ შეეძლო ჩემს ძმაკაც სერგოს აი ეს რაღაც სურათი 6,000 ეყიდა. თეთრი ძონცი 6,000 ლარი.
ფული აქვს, კაცო, ერთმა მისცეს, მაგრამ ეხლა ვიცი რომ თავზეც არ გადაზდის. აი, ჩვენი საერთო მეგობარი ვანიჩკა. ვანიჩკას უნდა მოველაპარაკო, აუცილებლად უნდა მოველაპარაკო ვანიჩკას, მაგრამ რა გინდა რა? უპრინციპო კაცი. ყველაფერი ფეხებზე კიდია, შეხედე. დარწმუნებული ვარ, წარბსაც არ შეიხრის იმის გამო, რომ ჩვენმა სეროჟამა ეს თეთრი ნაგავი 6000-ად იყიდა. ცოცხალი ხარ, ვანჩკა? აი მე ივანე ვარ. და ამჟამად ოდნავ ნერვიულობ რა. თელი სიცოცხლე ქსოვილებში ვიყავ. ეხლა საკანცელერიო საქონლის ბითუმად ვაჭრობაში ამოვყავით არ. ისე თითქოს არავიშავს კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ ამ საქმეში ყველგან ხელი რატომ მომეცა რა? ორ კვირაში ჯვარს ვიწერ. ჩემი საწოლე ლამაზი, შვენიერი გოგოა, კარგი ოჯახის შვილი. რა საკეთე? ივანე, თავფაქს ვეძებ. ბიჭო, რა დაგჩემდა ეს? მოიკითხავ რაღაც სიტყვას იმ შენ სულხან საბაში და მე მაგიჯებე თავფაქი რა უბედურებაა. სარქველი მამია, ფლომასტერის სარქველი. მე თავსახურს ვერ იტყვევანი. 5 წუთის წინ ხელში. მოეშ. რა მეყოლა? რა მოეშ? 2 წუთის წინ ხელში მეჭირა. ახალს გიყიდით ვანიკო. რანაირად მივიდი მამია, გამაგებინე. შენ ჩვეულებრივი ფლომასტერი გონია ხო? ამით ყველაფერზე შეგიძლია დახატვა და მერე თუ გინდა. ვაიმე დედა. თუ რამჭირს რატო ვერ პოულობ გამაგებინე? შენ და ქეთი მაი აქ უნდა იცხოვროთ, კა? ხო, რაი. არ შეიძლება ახალ დაქორწინებულებმა აი აქ ვიცხოვრო? ახლა დაქორწინებულებ მოგწო. ძალიან ვთქვა მამია. ქეთი როცა იქნება, ეგრე არ გაიცი. ვანიკო, საკანცელერიო საქონლის ბითუმად ვაჭრობა როგორ მიდის? კარგად. მეჩვენ. ხო. რაღაც გამხარი მეჩვენები ვარ. გავხდი, ხო, გავხდი, ნერვიულობის ბრალია, გავგიჟდები ეს. თავფაქი თუ არ ვიპოვე, ბიჭო, რა არის იცი? ფლომასტერი გახმება და მე. შენ კიდე დაჯექი რა, რატო გახარ? ზებნას თუ არ მოეშვის, საერთოდ წავალ. კარგი ბატონო. უკვე მოვეშვი. რამეს ხომ არ დალევი? ნამდვილ ბორჯომს დავლევ თუ გავს. აი, გმად. შენ ამ დღეებში შენ სერგო ხომ არ გინახ? სერგო არა. შენ? გნახე. რა, როგორ ავარო? არა. შაბათს ბიჭმა სურათი იყიდა. უყურე შენ. ხო. როგორია? თეთრი. კარგია თეთრი, კარგი. აბსოლუტურად თეთრი. მით უკეთეს. ფონიც თეთრია, მაგრამ თვალს თუ მოჭრდავ შესაძლოა წვრილი ზოლები შეამჩნიო. მე ისიც თეთრი გამიგეს? თეთრი. სტოპ. როგორ დაინახე? რა? აი ეს თეთრი ხაზები. ნუ თვალს თუ მოჭრდავ ვანიკო მოიცა. ფონი თეთრიაო ამბო. ეს ხაზები რანაირად გაარჩა? ვანიკო. თეთრსაც ხომ აქვს ვანიკო დიაპაზონი. თეთრიც ხომ შეიძლება მეტნაკლებად თეთრი იყოს, არა? შენ რატო ნერვი? გამომთავრებინე. აი ბატონო დაამთავრე გისნა. წარმოიდგინე ვანიკო ის სურათი? როგორ არ წარმოვიდგინე? თეთრი. აბა როგორ გონია, რამდენს მისცემდა? მხატვარი ვინა? ფას. ანტრია. ანტრიაძე. იცნო? არა კაცო. გამოჩენილიაო? აი ვიცოდი მაგას რომ გითხავდი. შეკითხვა ლოგიკურია მამია. არ არის ლოგიკური. ლოგიკურია, არ ფასი არის გამოიცანიო მეუნები და მშვენივრად იცი რომ ფასი მხატვრის სახელზეა. ვანიკო, მე ხომ არ მithქვავს სურათი რაიმე კრიტერიუმით შემიფასე მეთქი, ჰა?
პროფესიონალის თვალით შეიფასე სურათი, ეს ხომ არ წამომცდენია, ვანიკო. უბრალოდ გეკითხებდი, რამდენს მისცემდი თეთრ ჭუჭყიან სურათში, რომელზეც რამდენიმე ჭუჭყიანი ზოლია გავლებული ქვემოთ. მამია, მე ლარსაც ვერ გავიმეტებდი, ხო იცი? სერგომ რამისა? რამისა? ფასი დამისახელე. 100 ლარი. ჰა. 500. ჰა. 1000. მოუმატე ბიჭო, ცოტა ეს 1500. აი. 6. არა, აგერამის 6000. 6000. გადის და აი, შენც ასე ფიქრობ. არა, თუმცა თუმცა რა. სიამოვნებს ადამიანი მაყუჩ შოულობს და აი, შენ თუნე რას ფიქრობ? თუ შენ რას ვარავის ფიქრო? და შენ საშიშ სამაში ვერაფერს ხედა? ვერა. საოცარია. მამია. ფინდა. გამომივიდა კოლექციონერი. რაი, მამია, რა, მერე რა. და შენ ეს არ განერვიულე? არა. ადამიანს თუ კი მოსწონს, რას ნიშნავს ეს? ნუ თანას თუ კი მოყას ისათვის შემობადონო ზიანი არ მოა. მოიცა, სულხან. რას ნიშნავს ეს? თუ კი მოყვას ისათვის ზიანი, მე ბიჭო, მე შეურაცხყოფილი ვარ. ჩემი ძმაკაცი სერგოზე მოგახსენებ. სნობი აღმოჩნდა და სულ დაკარგა ეს საღი აზროვნების უნარი. კარგი მამია, რა, სულ გამოფენებზე დაზრებოდი გალერეის ვირთხასავი. არა, ვირთხა იყო ხო? ყოველთვის ვირთხა იყო, მაგრამ ბიჭო, რაღაც იუმორი ქონდა, რაღაც ღადო ვირთხა იყო. არა. არა, გეუბნები. შენ ეტყოდი რამეს. მე ვიცინე. გულით ვიცინე. ვანი, მეტი რა უნდა მეკრა? არც კი გაეღიმა, ბიჭო. აი, ჩემთან კი იცი. არა მგონი. იცი, აი ნახავ. მე ხო თხილი, მან. სერგო. სერგოს გაუმარჯო, სერგოს. ვანჩკა? კაცო, ხელზე რაღაცა გავამაყარა და ნახე ერთი რა არის გაფსიქრებს. შენ ბიჭო. საცოლის შობლებთან რა ურთიერთობა გაქვს, შესანიშნავია სიამობენ ეს კაცი სული ცვლისამ სამუშაოს და სადოს ბედიან ბითუმად ვაჭრობაშიო. რა იყო სერგო? არაფერი. რამე სერიოზული ხომ არა? არა. ჰა? არაფერი. მე თუ გეტეს. შენს კი რა არის ახალი? არაფერი. ბევრს მუშაობ ვიღლები, ძალიან გამიხარდა რომ ნახე. აბა, შენა, მოხდა რა მე? რა? არა, რო არ მერეკო. არა, ხო ეს მე შენი შეწუხება არ კაი, ხო მახარეთ რა. დივანს დაუბარე და მეტყვის თუ არა დაგირეკავ. მართა მიხარდა. მართა. ვანჩკა, ა? შენ ამ დღეებში მამია ხო არ გინახია? ამ დღეებში არა. არა. არ ჩენ? მე ნახე კი გუში ვიყო. კაპიცი ყველაფერს. როგორ არის ეს კაცი? ნორმალურა? აი სწორია. ნორმალურზე კარგად ვერ არის. როგორ? არა, კარგად არის. ერთი კვირის ტელეფონით ველაპარაკი არ ამიშავს კარგად ვარო. გითხარი კარგად არის. არა, შენ ისე მითხარი რომ მეგონა რაღაც ვერ იყო კარგად. რაფერს გითხარი ნორმალურად არის? არა, შენ მითხარი ნორმალურზე კარგად ვერ არის. ნორმალურზე კარგად ვერ არის, მაგრამ ნორმალურად ხომ არის? ესე იგი, შენ სულ შინძი ხარ, თუ დადიხარ სადმე. ახალი რა ნახე ჩემ? არაფერი არ მინახია ახალი. ნაკლებად სერიოზული. ფინანსური კრიზისი მაქვს. რატო? გავკონტროლე. აა. ვაჟა. შენა. ვაჟა. გინდა რაღაც არაჩვეულებრივი გიჩვენო? რანც ეხა და ხო არა, თუ არ გინდა. ასა. რა მითხარი? გინდა
და ჟუბედუროშა. და ძალიან. აი ეხლა საერთოდ. მერე. Ანდრიაძე. ანდრიაძე. 70-იანი წლების ანდრიაძე. რას მელაპარაკე? ისი აი ახლა ფოტოშოპს ამავე მანერაში მუშაობს, მაგრამ ეგ 70-იან წლებშია გახატული. ძვირია. ბიჭო, ჩემთვის ძვირია, ობიექტურად არა. შენ მითხარი მოგწონს თუ არა? მომწონს კი, მომწონს. მოგეწონებოდა, მაგრამ მომწონს. აი, გაჭადოებს, ხო? ხო. შეიძლება აი ეხლა ვიბრაცია არა აქვს. რას თუ ამარობ, როგორ არა აქვს ვიბრაცია? როგორ არა აქვს ვიბრაცია? აქვს. დილით უნდა მოხვიდე. რატომ? რატო და ერთოდალობაში შესრულებულ ნახატს ხელოვნური განათების დროს ვიბრაცია არ გააჩნია და ეგ უნდა იცოდე. ეგ ვიცი. აი ეს თქვა ერთოდალობაშიც არ არის შესრულებული. რა უნდა არ არის, რა უნდა ერთოდალობაში? რა მივეციო? 6000. ხო, 6000. ხო, ანდრიაძეა და შედა სიგიჟე არა აი არა 6000 არა თვითონ რა უკიდია სახში კედელზე ხო გინახავს? ჩემის მაგა და არ მენახა რა. იმშენი ნახატის არ. ბიჭო, იმას კლასიკა უყვარს. კლასიკას ეთაყვანება და რა გინდა რო ხდება? სარდონიკული სიცილე ამიტეხა. როგორი? სარდონიკული მწარე დამცინავი, ყოველგვარი ხიბლისა და იუმორის გარეშე, გესლიანი. როგორი? ხო იცი ხა მამია იმპულსების კაცია და იმპულსების კაცი კი არა ის თუ ჩემი ზახარა, იუმორი გზნობა არა აქვს რა. შეთა შეველია ბიჭო, ვიყავ იმასთან კიდევ ამ ბოლო დროს ეგ მართლა ვერ არის გუნებას. ესე იგი ნორმალურზე კარგად ვერ არის. აი მითხარი ხო თვითონ ახლა. აი როდისმე მაგისთვის მისაყედურია თანამედროვე ხელოვნების რატომ არ გესმის? არა. მაგას აფრის კულტურა არ გააჩნია სულ. ეგ უნდა ისწავლო კიდე სულ. ეგ კიდე არ ასწავლობს ეგ. ან სურვილი რა თქმა და ნიჭი სულ ერთია. ამშობება. ეხლა მოდის აქა ბიჭო და რაღაც სისულელებს მიტკიცებ. აი როდისმე მე მაგისთვის მითხრია რატომ არ მოგწონს აი ესეთი მხატვრობა მეთქი? არა. არ მოწონს და ნუ მოწონს რა მოხდა მე მამიას პატაშორს ისედაც მიყვარს. იმასაც ძალიან უყვარს. ხოდი ახარ ეხლა რა უყვარვარ კი არა ისა. იცი რა შემნიშნე ამ ბოლო ხა? რა. რაღაცა კონორი გაუჩნდა იცი? ისე მელაპარაკება ბიჭო, თითქოს მაგის ბიჭები. აი ეხლა დაწნარდი შენ თუ ჩემის მახარ დაწნარდი. შენ კიდე ბიჭო, ნუ იცი ყველაფერს მიფუჩეჩება, რა იგე? გამომივიდა აქა. სულ გამოგხალია. არა. მამია გამოგხლიავდა. მაგრად ვიცინეთ. შენი ცინო. ვიცინოდი ხო? ორივენი ვიცინოდით ქეთის კეთილზე. როგორ უთხარი ეს რაც ხრენი გიყიდეო და ისინოდით. აი ეგ სიტყვა მე არ მითქავს, მაგრამ ვიცინოდი. აი მიხვედი სურათს კი დახედე. ბატონო. გაიცი. ხო? და ისიც აკვა. აი 2-3 სიტყვა თქვი და ზუსტად ასე ვთქვა. გულით იცინო. ჭეშმარიტად. გულით.
ესე იგი შემსტარ ვარ იუმორი ბოლომდე არ დაუკარგავს დამამშვიდე ვანიკო ოჩა მე უფრო მეც გეტყვი პირველად სერგო ახარხარდა პირველად სერგო დიახ ახარხარდა დიახ რატო და საცაა გამეცინებოდა მიხვდა და იმიტომ ახარხარდა თავი უხერხულად რომ არ მეც ესე იგი მაგაზე მთელი გულით ისინოდაო ვანიკო ვერ იტყვი ეცევა გულით ისინოდა და გულით ისინოდა მაგრამ სულ სხვა მიზეზით ისინოდა ეცევა რო ისინოდა ვანიკო თქვენ სხვადასხვა მიზეზით იცინოდით შენ სურათს დასცინოდი ის კი ხარს გიბავდა უნდა დაემტკიცებინე რომ მხოლოდ ესთეტიკი არ არის რომელსაც შეუძლია თეთრ აში იმდენი გადაიხადოს რასაც შენ მთელი შენი წყლის მანძილზე ვერ შეაგროვებ არამედ ძველებურად შენი ძმა და მეგობარია აი რატომ იცინოდა ვანიკო თქვენ სხვადასხვა მიზეზით ვანიკო ეცევა გულით ისინოდა და შენ ახლა გაგიკვირდება ჩემო მამա რა სურათი მეც არ მომეწონა რა უნდა მოგწონე ხო და არ მომეწონა მეთქი მაგას ვამბობ რა არ მომეწონა მამია არა ძალა არ მოგეწონა ხო არ მომეწონა შემდეგ მაგრამ როდეს დავიწუნე ვერ დაიწუნებდი რაც არ არა, არსებობს არა. რაც დაიწუნებდი არის რაღაცა ისეთი არის რა არის რა არ არსებულიაო ვერ იტყვი როგორ ხო მე შესავით კაცრად არ აღში მაგრამ ის ნახატი მამია ხო ხელოვნება მასში არის რაღაცა აზრი რა აზრი ხო ჩემი აზრი გასაკვირველია ხო ეს შენი აზრით რა აზრია რომელი ხოცა მიმდინარეობის დასასრულია ეხლა მომეთ შემთხვევით დახატული ტიპო ნამდვილად არ არის ეს ნაწარმოებია ძმაო რომელიც რაღაცა პროცესში იქნება ნუ სულაც აი იმავე პროცესის მონაწილეა და ეხლა იცინე ხო შენ იცინე ხო რა მომწონს იცი სერგოს სულელებს რო იმეორებ ეს ხო სერგოს გარო მესმის გული მერეო მაგრამ შეგო რომ მეჯი მეტი რო ჯო იცი რას გეტყვი მამია დაიოკე გამბიციები და ეგრე თავდაჭერებული ნუ ხარ ესლიანი გახდა არ მომწონს ძალიან კარგი ამ ბოლო დროს არც მე მინდა რომ ვინმეს მოვწონდე ბრავო ხოჭა ამითი რა გინდოდათ გეთქვა აი ხომ ხედავ რომ შენთან ლაპარაკი უკვე შეუძლებელი კარგი დაუშვათ არის რაღაც აზრი იმაში თუ ჩემი ძმა ხარ მითხარი რა აზრი დებს კარგი მამია რა არის გაუგებარი გამაგები ჯო ყველაფერი ტილოზეა რა არის ტილო კაი გამაგები თავი თუ გასიღარი არა შენი საკუთარი აზრი მინდა აზრი გიქნა დავიდე აი რას გძნობ როგორ რას გძნობ ხო რა როგორ რას გძნობ ხო ვიბრაციას გძნობ რაღაც ვიბრაციას გძნობ აი რა შენ გონია მე იმ ნახატის შეფასება არ შემიძლია შეგიძლია რატომ? იმიტომ რომ მე ხო კარგად გიცნობ ვანიკო შენ საღად მოაზროვნე კაცი ხარ რაცა შენზე მე ვერ ვიტყვი ვალი გამისწორე ვანიკო შენ სერგოს სურათმა სულიანი ფორია ქავანი სული ერთ კითხვაზე მიპასუხე აი დაუშვათ ხვალ ქეთიზე ქორწინდები და დაუშვათ საქორწინო საჩუქრად აი ეგ სურათი მოგართვეს შენ გაგიხარდება შენ გაგიხარდება კმაყოფილი იქნებია ამაშია საქმე თავფაკ რა თქმა უნდა არ გამეხარდება არც გამეხარდება და არც კმაყოფილი არ დავშები მაგრამ ზოგადად თუ იმშელეთ მე არა ვარ ის კაცი ვინც თავის თავზე იტყვის კმაყოფილი ვარ კმაყოფილი ხარ ქალს რომ ირთან მკითხე ერთხელ დედამ გულ უფხვიდო მითხარი შვილო კმაყოფილი ხარ ჯვარს რომ იწე ჯვაბა რა დედა აბა რა მეთქი
რას ნიშნავს აბა რა? შესაძლოა ანკმაყოფილი ან უკმაყოფილო იყო, მაგრამ აბა რა პასუხია? არა, მაინც რატომ ვარ ყოველთვის ასეთი კატეგორიული? მე ვერ გავიგე, ჩემი თავის ვერ გავიგე. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმეა, თუ კი ჩვენი სეროჟა თანამედროვე ხელოვნებას თავს ამაიმუნებინებს. მე ბიჭო. მინდა კაცინო. მინდა ვანიჩკას ანდრეაძე მოეწო. სადაც მინდა ვანიჩკა. ვანიჩკა რაღაც ანდრეაძე. რა? ნახვა მოგიდა? ხო, მაჩვენ. ვიცოდი. ვიცოდი რა მოგინდებოდა. არა კაცო, არც ესეა საქმე, სერიოზული ამბავია ეს. მაგრამ რა თქმა უნდა, შემეძლო სულ სხვა გამოთქმები შემერჩია უფრო რბილი სიტყვები მეხმარა ეხლა რა მომერთო შემიშველი ჩემის აზრით ეს სტილო თეთრი არ არის. აი მან რაც უნდა ისე ფიქრობს მე მიფურთხებია. მე ჩემის აზრით მეთქი რომ ამ ობიექტურობას გულისხმობ. ობიექტურად კი ეს სტილო თეთრი არ არის. კარგით. აი თონი თეთრია. კი. მაგრამ აი თვითონ ფერწერა ნაცრისფერ ტონებშია შესრულებული. აი ნახეთ ცითელიც კი ურევია. ეხა თეთრი რო იყოს მომეწონებოდა. ამის თვალში თეთრია, კი? ეს თეთრია მარტო იმიტომ ამბობს რომ ვერ ხედავს ბეცია. ვანიჩკას თვალშიც კი თეთრი არ არის. რა იყო ბიჭო ვანიჩკა ეგრევე მიფტად. მამია თუ ძმა ხარ მოდი მოვეშვა თეთრ ამ სურათს ცხოვრება ისე დასხანმულია. რა არის პასუხია და აი ეს თუ წაგიკითხავს თანამედროვე სირამეა, შედევრია. წაიკითხავ და სხვა არაფრის კითხვა აღარ მოგინდება, ნახე. ბიჭო, ლამის ჩემს კერძო კაბინეტსა და სამანტყოფოს შორის შუაში გავიხლიჩო და მაინდა-მაინც ეხლა მაგდამ. გამომიცხადა ყოველ შაბათს კვირას ბავშვებს უნდა მიხედო. ახლა ფიზიკმა უკუგენა. თურმე ბავშვებს მამაც სჭირდებათ. ხო და აი კითხვის დროს აღარ მჭირდა და იძულებული ვარ მარტო შედევრები ვიკითხო. ფერწერის არის. იცი მე სპოტეჩურის რეალისტური ფერწერის შეფასებად შემიძლია. ხო? აი თუნდაც აი ესეთი როგორც შენი ფსევდოფლამანდრიელია. ძალიან სიმპათიური ვინია. არის ის ფსევდოფლამანდრული კარკასონის ხედია. არა, ვიცი. შემომამია, მაგრამ ვიცი არის რაღაცა ფლამანდრული, ეს სარკმელი, ეს ხედი. ხო, აბა. მოკლედ რაც კარგია ახლა, რაზე ახლა. სერგო, კაპიკია მაგ შენი სურათის ფასი და ეს შენც მშვენივრად აცი. ზირა. შემომამია. ხოლო მამას ზეციერმა იცის რა ეგირება ანტრიაზე ცოტა ხნის შემდეგ მომავალში და ეხლა რა თქმა უნდა, იცი რა ვიფიქრე ახლა. სერგოს საქციელი მისი პოეტური სულის გამოვლინება არ არის მეთქი ვიფიქრე აი ეს შენი არარაციონალური შენაძენიგანა შენი პოეტური სულის შესაფერი არ არის მეთქი აი ვიფიქრე და აზრი შევიცვალე. ჭინა არ გენერა ნუ ხარ თავაზიანი არ გიხდება რა. მე აქ შეცდომების აღიარება. რატო? იმიტომ რა არის ზედაპირული კაცი ვარ, თანაც ნერვები მოშლილი რა. სიბრძნე მაკლია. ეხ სიბრძნე.
მამია, სენეკა წაიკითხე. აი, მაგალითი. რა მაგალითი? შენ მეუბნები სენეკა წაიკითხეო, მე კი შეიძლება ამ გამონათქვამას სასოწარკვეთილებაში ჩამაგდოს, ეს ხომ აბსურდია. არ არის აბსურდი. არ არის აბსურდი, იმიტომ რომ შენ თვითონ ხომ თქვია, შენ ხომ არ თქვი სასოწარკვეთილებაში ჩავარდები. შესაძლებელიაო ხო? შესაძლებელიაო თქვი და შესაძლებელია კიდე. კარგი, აბსოლუტურად მართალი ხარ. გეთახმენ, აბსოლუტურად მართალი ხარ, ნუ ვახარებო. კი, აბსოლუტურად მართალი. კაცი ამბობს სიბრძნე არ ამყოფნის რომ მე კიდე გეუნების სენეკა წაიკითხე, მე კი მურწალი ნათქვამია. აი ზუსტად ეს ამტკიცებს რომ მართლა არ აკופნის სიბრძნე. რა იყო, მე ხო არ მithქვავ შენთვის არა? ბიჭო, მამია მიდით წაიკითხე სენეკა. გითხარი, სენეკა წაიკითხე მე თვითონ, ზახელის ნიშანი დაუსის. სხვა ხომ არაფერი. მართლა, მამი. იცი, ნუ გეწყინება და ამ ბოლო ხანს მეც და ვანიჩკასაც გონია რომ შენ იუმორის გზნობა დაკარგე. ბიჭო, სად არის მართლა კაცი, ა? ივანემ გითხრა, მამიას იუმორის გზნობა დაეკარგაო. იცი რა, უბრალოდ ამ ბოლო ხანს მე და ვანიჩკას გონია რომ შენ იუმორის გზნობა დაკარგე. აი ესე იგი, უკანასკნელად რომ შეხვდით ერთმანეთს, ივანემ გითხრა შენი სურათი ძალიან მომწონს, მაგრამ აი მამიას იუმორი აკლია. ის გეფიცები ეგრე ხო? რა არის ძალიან? იგნაცია. რომეოპათიასაც დაიჯერა რა. ისაც არ ამჯერა. შეხედა ვანიჩკა როგორ გახმა? საცოლეც ჩამოუხმა იქ თვითონ. მამია. შენ ლაურა როგორ არა? კარგად მამია. ხო, ძალიან კარგი. ძალიან მიხარ. სად უნდა დაგიშო? შენ ვერ გადამიწყვეტია ესე შენ რა? აი ფიქრობ ეხლა, არ ვიცი. აი იმ კედელზე რომ დავყიდო, ხო და შემოხარ პირდაპირ სურათი აქ არ ვიცი, მაგრამ აი იქ რომ დავყიდო, მზის შუქი ხوار შეჭამდა. ჩარჩოში ჩასვა. არა. არ ჭირდება და იმით. თვითონ მხატვრის სურვილიც ასეთი იყო, ისი? თითქოს სურათი აი ესე უსასრულო. თქვა. ანკურაში იკარგება, იცი? მამია. მამია. მოდი აქ. აქაო. მოდი აქ. მოდი აი გეხვეწები აი იქიდან შეხედე, ძალიან თხოვ რა, მოდი. თხოვ, მოდი, ნუ. აი შეხედე რა, გეხვეწები, აი როგორი ხაცებია, ხედავ რა. ხედავ. აი როგორი ხაცებია. აი ეს რა? პლასტირია თუ რა უბედურება, აი რა. მოხარშული ცელულოზა. დიახ. მხატვრები კრაფტს ეძახიან. ხო, თვითონ გააკეთა მაესტრომ თავის ხელით. კარგია. რა არის? არა, მაესტროს რომ ეძახ. აბა რა დაუძახო? რა ვიცი, მხატვარი და რა გვარია მე მაგის. მხატვარი ანტრიაძე. ხო. ისე ამბობ მაესტრო. არა, როგორ ვამბობ ერთი მაესტრო, ა? ახალი კაცო რა მნიშვნელობა აქვს ერთი. მაესტრო. შენის მითხარი, ამე ესეთი სერიოზული არ მოვიდა. რა უნდა მოქმედოთ სერიოზული ჩემო მამია რა. ისე რომ აუტანელია პირდაპირ რა ზოგ რა. კაცი რომელიც არაფერს არ აკეთებს, ყველგან იგვიანებს რა. ჩვენ ხო შევთანხმდით ასე რომ 7 და 8 ნახევრამდე ყველანი შევიკრიბოთ. ყველას ასე გაუშვით. ნუ რა არის? რა მივიღო? რა უნდა იახშო კაცო? რა უბედურება, ნუ რომელსაც შემეწმეს მომასწრებს. როგორ ვამბობ ერთი მაესტრო მითხარი რა. არა, მითხარი, როგორ ვამბობ? ამბობ მაესტრო თითქოს აქ შენი ანტრიაძე ხაება იყო. შენ ესე წარმოიდგინე და მართლაც ხაებაა ჩემთვის. მართლა იცი? ხო, აი ეს. შედი ერთი მუზეუმში და ნახე რამდენი ანტრიაძე კიდე. არც იცი რა გელაპარაკო. მუზეუმში. ისამდენ კიდეა? მუზეუმში. 3 ანტრიაძე კიდეა, გაიგე? და ჩემი იმაზე უარესი ნუ გონია რა. შენ იცი რას გეტყვი ხა? აი 5 წუთს ვიცლი კიდე რა. თუ არ მოვიდა ეს ვანიჩკა, ერთ კახური რესტორანი აღმოაჩინე, всё, იქ მივდივარ. მოჭედა რა. ბიჭო. რატომ ნერვიულობ? არ ნერვიულობ. არა, ნერვიულობ. არ ნერვიულობ, საერთოდ მოიტან. არ ნერვიულობ. თუმცა მართალია ნერვიულობ. იცი რატო? იმიტომ რომ ეს ვანიჩკა კაცი კი არა, თხელია, გაიგე? მე გადაგიციანე. ჯოქს კი საწუდა ივანეზე ტეხა. შენ რა შუაში ხარ? არა? გარაკაცო შენ თუ გამაგიზია საერთოდ მოიტან. შენ რა შუაში ხარ? რასაო შენ შუაში ხარ? არა, მართალია კი, მამია მაგიზიანებს. მამია ეს დათაფლული სიტყვები ეს. ეს ყოველ ბგერაში დაცინო ისმის რა. ნუ ხარ რაც მოვა ასეთი. ნუ ხარ გეხვეწები ასეთი. აი ზუსტად აი ასეთი ნუ ხარ.
რა გონიათ ჩვენ შორის ყველაფერი იმიტომ მოხდარებს ანტრიაზები. აი ამ ანტრიაზის გამო ხდება ყველაფერი, აი ამ არა, კი, ჭეშმარიტება. ყველაფერში ჩემი ანტრიაზია დამნაშავე. არა, ეგრეა. არ მოწონს კაცს და არ მოწონს და ნუ მოგწონს. მიმიფუთხებია შენი შეფასებისათვის მამია ჩემო. ნუ თუ ყველაფერი ეს აი ამისთვის ხდება თუ რა დავიფოღმე რომ ამ ხელა ფულის დღლიზა ნაგავში არა ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო აი სწორედ იმ დღეს უკანასკნელად რომ მყავდა საგამოფენო გალერეაზე ეს ბრიჟავირთხა ესა და ყოველგვარი იუმორის გარეშე გამოაცხადა შეხედულებათა გადაფასება ხდებაო ხელოვნებაზე ბაასობდა ბიჭი მე გაშლი მე არც ვიცოდი რა მეთქვა მე ვთქვი მიზანტროპი უნდა გავხდე მეთქი ვთქვი ამან კი აიწვიდა ვინ ახარო შენო საიდან ჩამოხვედიო მე ეს ვინ მოსულაო ვინ ახარ შენ ჩემო პატარა მამია ყველაზე მაღლად გომა რომ მოისურვე ორიგინალობაო აი მაშინ უნდა მეგლიჯა ყბაში და როგორ იწყლათებოდა მიწაზე ვინ სულიყავი და მეთქვა შენ თვითონ ვიდოხო შენ თვითონ ვიდოხო რისი მეგობარი რაც მაგარი შენ თვითონ სეროს უახლოესი მეგობრის მაღლად გომა რომ ვერ გიწევი ბიჭო რაღაცა კახური რესტორანია ალბათ და ქონიანი საჭმელი იქნება რა აი ნახე 8 საათი და 16 წუთი. უყურე? ხო. რაღაცა უცნაური სიტუაციაა. უბრალოდ დრამატიული. ორივე დედინაცვალს უნდა ქორწილში მოხვდა. ეს კეთილ გიждდება თავისი დედინაცვლისათვის, რომელმაც პრაქტიკულად გაზარდა და უნდა სიაში შეიტანოს და სავსებით ნორმალურია, მაგრამ მე ისე მეჯავრება ეს ჩემი დედინაცვალი რომ რა თქმა უნდა სიაში არ შევიტანე. ბიჭო, მამა ჩემა ყავდა და თავი შეუშვიდა. არ მოვალ დუშეს დედინაცვალს სარდაფადიშებო. ან მაშინ ქეთის დედინაცვალი დუიქრემა ურას როგორც ხარ დაუშვებდი. ერთი პირობა კი ვფიქრე მამია, მოდი მშობლებს საერთოდ არ დავპატიჟებ. ბოლოს ბავშვები ხომ არა ვართ არა? ჩვენს ოჯახებს ჩვენვე წარმოადგენდა სტუმრებსაც ჩვენი ჭყვით მოიპატიჟებთ. ქეთი არ ამიღრია და ჩემ მშობლებისთვის ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებაო. ქორწილს ისინი იხდიან, რომ ხოიცი ახლა რა ხდება ამხელა ქორწილიო და განსაკუთრებით ჩემს დედინაცვალს ეწყინება, რომელიც მთელი ცხოვრება თან გადამყაო. ბოლოს დამიყოლია. იზულებული გამხადა ჩემი დედინაცვალიც დამეპატიჟა. ნაგავის. ჩემი დედინაცვალი. დამპარ. ეხლა გურეკავ დედაჩემს და ვაფშილე, დედიკო. სწორად არ გამოდის ეს ჩემი დედინაცვალი ივლიდა უნდა დავპატიჟოთ ერთი. ვაიმე. მაშინ შვილო ქორწილში ჩემი ფეხი არ იქნება. როგორ მიბედა და პატიჟებ ივლიდას, როცა მე როგორც მიდოებული ცოლი მარტო უბრალოდ ის კი მამა შენის გვერდით იფხინძებოდესო დედიკო. დამიგებული ახლა ყურმილი დაკიდე და ხვალ დილით ძმაკაცები მელოდებიან დასვენებულ გონებასო მოილაპარაკოთ მეთქი. შენ ხარ ყველა შესაძლებელი ნაყენებ თუ კარგი რა და აბა შესაძლებელი და მიხედებია მეტი. ბოლო ვარაბარავა თუ მე ყველაფერი მოგილაპარაკებიათ ყველაფერი უჩემოხდა და იმწოდია ყველაფერს და ჩემს ზურგს უნდა შედახმებულ ხარ და ეხლა ქორწილსაც აღარ დავესწრო. დედა მამია და სერგო მელოდებიან მეტი მეც მაგას გეუბნები შვილო. შენ არასოდეს დაგელევა ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანები და საქმეებიო და ყურმილი დამიხე. ქეთი გვერდით მედგა. რასაც პირველია დედაჩემის მონოლოგი არ ესწოდა და მკითხა რა გითხრაო. რა და ივლიდა თუ იქნება არაფრით არ მოვალო სწორია ბატონო ეს ხაიდა რასაც არა მაგას არ გეკითხები. ქორწილზე რას რომ არაფერი მეთქეს ტყუიო არა კეთიცები არაფერი უთქავს მოდი შენ შემოგვიდე მოდი შენ თვითონ დაურეკე რა და შეასვინე რომ როცა საქმე შვილის ქორწილს ეხება აბა თავმოყარეობა აქ რა მოსატანია თქო. სტატი და შენ თვითონ დაურეკე. გურეკ ამის ნერვები დამეკლიჯოს და ამ დროს ვანიჩკა მეუბრება დედა. შვილო, აქამდე ძალიან გარეული ცხოვრება ქონდა. და ახლა რადგანაც ასე უცებ, ასეთი მკუხარე მატრიმონიალური მოღვაწეობა გადაწყვიტე,
ვაიმე, აი სიტყვა მენასწავლა ეკამაკები. ლექსიკონებში ვეძებე რაღაც ქორწილობანას თუ რაღაც ამ დაგვარს ნიშნავს, მოკლედ, რადგანაც შენ ასეთი მგზნებარე მატრიმონიალური მოღვაწეობა გადაწყვიტე, ესე იგი მე მთელი დღე და საღამო ვნავობ და მამა შედის გვერდით, რომელიც 17 წელია არ მინახავსო. სულაც არ მინდა ჩემი ჩამოკიდებული ხაბები და გასიებული გავა დაინახოს არც იმან და არც შენმა დედინაცმა ივლიდამო, რომელსაც თურმე როგორც ფერმი ჟღენტმა მითხრა კაზინოში თამაში დაუწყია. სხვათა შორის დედაჩემი თვითონ თამაშობს კაზინოში. ხო, ამ დასაპატიჟებელთა სიას ხომ ატყოლა დაინახავს. ზოგიერთი მიკროსკოპიულადაც კი შეისწავლის და მე ასე უნდა ვეწერო შვილო იაქესავითო. ხალო რატომ ახლა ესეთი ეგოისტი? ჰა? არა შვილო, ეგოისტი კი არა ვარ, შენს არ დამიწვეხლა დაიდან, მაგრამ საერთოდ ქვაგიდებს ფერში გულის მაგიროდო. ამდენით მითხრა, ქვაგიდებს ფერში გულის მაგიროდო და უკლებლი ყველას თქვენს ოჯახში ხვაუნდეს ფერში გულის მაგიროდო. იცი რატომ? აიგე ყველას უკლებლი თქვენს ოჯახში ხვაუნდეს ფერში გულის მაგიროდო და ამას. სწორედ მაშინ მეუგლება, როდესაც იმუბედურბიცა შეძენა. ნათესავი არ იყოს წელიწია მინისტრია, აბა საავადმყოფოს თანახმად მისწოწო ხოლმე ლაპარაკი ძერმოდი. რა გაცილებ შვილო რა? ეს სასაცილოა. მე კი არა ვარ ეგოისტი შვილო. შენ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოგიხდება მობედურ ცხოვრებაში. წადი! იმ შენს მაკაცებთან. აბა დედა ვის რაში სჭირდება? დრამა მოხვა კეთის მხრიდან. ოღონდ ერთ მოქმედებიანი, იმიტომ რომ თქვენთან მეჩხარებოდა. როგორ გამხდარ? თავი ავარაკინებდა. ნერვიულობის ბრალია, ნერვიულობის. ეს რა არის, გაუბედურებაა. სენეკა. ბედნიერი ცხოვრება, ვაიმე. ეს მინდა მე ეს. რაო სენეკა? შედევრია. მართლა? და არის ის ბიჭო, რას ეკითხები, არ წაუკითხია. არა, არ წამიკითხავს, მაგრამ სანამ თქვენ მობრძანდებოდით ბატონი ივანე, ბატონმა სეროჟმა ბრძანა, შედევრია. დიახ ბატონო, შედევრია მეთქი, იმიტომ მკითხარი რომ მართლაც შედევრია. ხო, რა იყო, ვერ გავიგე რა. რატომ ნერვიულობს, სერგო? ესე მე ისე ამბობ, თითქოს ყველაფერზე შედევრია მეთქი ვამბობ. ესე არ მithავს. შენ რა გამსინე? არა, პირიქით, კაცო, შენ კიდე დაამატე უთანამედროვესიაო. კაი, დავამატე მე რა. არა, ისე თქვი უთანამედროვესი, თითქოს თანამედროვეზე უკეთესი ეპიტეტი. დავუშვათ მე რა. შეფასებისთვის, სერგო. არაფერი. მე ხო არ გამიმეორებია ეს უთანამედროვესი, ეს გაზვიადებული უთანამედროვესი. შენს გაო შარზე ხო არა? ეს ხა მაკლია ეხლა თქვენს ჩხუბო. არა, რა შეგვიძლია, შენ მართლა ვერ ხდები, რომ მართლა საოცრებაა კაცმა 2000 წლის წინ რაღაცა დაწეროს და დღესაც აქტუალურია. აი სწორედ ეგ არის, რაც ახასიათებთ კლასიკოს. კარგი, ბრეკ, კარგი. არა, კლასიკოს. კარგი ეხლა გეყოფათ, კარგი. დიახ. კარგი. ეხლა რა ვქნა, ეხლა. კინოში ვეღარ წავა, 10-10-იანი სეანსები მოისვა. ბოდიში ბატონო. მამია. წავიდეთ სადმე და მივახშე. ასე სერგიკომ მითხრა ვანიკოს, ჩემი ნახატის სურათი ძალიან, ნაბიჯის სურათი ძალიან მოეწონაო, მართალია? ხო. მომეწონა.
შენფი არ მოგეწონა ესეც მე არ მომეწონა. რაო ბიჭო, რაო, კახური რესტორანიო რაღაცას ამბო. აბა სუყე და ქონიანი საჭმელი იქნება. შესაძლებელია სუყე და ქონიანი საჭმელი იქნება, მაგრამ მე მაინც მინდა. არა, თუ შენთვის სუყე და ქონიანი იქნება, მაშინ სხვაგან არა, შეიძლება ჩემთვის სუყე და ქონიანი იყოს, სერგო, მაგრამ მე მაინც მინდა რომ გავსი. იცი რა, მამია, იმ რესტორანში მარტო მაშინ წავალ, თუ ყველა ვისიამოვნებ, თუ არა და არ წავალ. ვაჟკა, ბატონო. შენ გიყვარს სუყე და ქონიანი საჭმელი? ბავშვი, როგორც თქვენი. ვანიკო ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ ვიტყვით, სერგო. სულ იმას არ აკეთებს, რაც სხვა სურს. რა დაემართა ამ კაცს? არაფერი არ დაერთა, მართალია რა. აბსოლუტურად მართალია. არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ საკუთარი აზრი იქონია. ძმებო, თუ დღეს მე ვარ პროგრამაში, მაშინ ავდგები და წავალ. რა მოგივიდათ, რა ისედაც თელი პირაა ვეწამები, ხო? იუმორს მოუხმე, ვანიკო. რა? იუმორს ნუ დაკარგავ, ძმაკა. იუმორს ნუ დაკარგავო? ხომ არ გეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს დაგეკარგა იუმორის გრძნობა. ბიჭო, რა დაემართა ამ კაცს, ამაგები? ბალი გამისწორე, ვანიკო. ხომ არ გეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს მეც დამეკარგა იუმორის გრძნობა. გაიყოფათ მორჩით ეხლა. მართლა რაღაც მოვიმოქმედოთ, ორი დაღამ. არ და სიმართლე გითხრათ, აღარც ამ შია რა. არა, დღეს თქვენ რაღაცა მართლა დაგემართეთ. შენ მოდი აქ, მოდი რა. გიტა შენი ქალების დაობაზე ჩემი აზრი მოგახსენო, ჰა? ისე ყველაზე აუტანელი თქვენში ქეთია, გაიგე? ძალიან ნერვიული, ატი რა, გაიგე? აი ხა თავიდან თუ მიუშვეს შედებაზე. კაიდე გელიცმაო, კაიდე. აბა, რა ვქნა, კაცო, როგორ მომიქცე გამაგები? ჰა? უარი თქვი, უარი. რაზე თქვა უარი, რაზე? ხო ქორწინებაზე? აბსოლუტურად მართალია. გაგიშნით კაცო თქვენ, გაგიშნით. არ შემიძლია. რატომ არ შემიძლია და იმითო მოშა. როგორ ასლაბარებო, თქვენ უკვე ყველაფერი მზად არის. რა არის? სანაც უკვე 3 თვიანი ბიტუ ვაჭრობაში მუშაობ. მე რა მოხდა? ის მოხდა რომ სავაჭრო ფირმა ქეთის ფიცისა. კარგი რა, ვანიკო. ახალი თანამშრომელი საერთოდ არ ჭირდებოდა. მით უმეტეს ჩემნაირი ეს ქსოვილების სპეციალისტი. ზირაზე თქვი. მე ჩემი აზრი გითხრა და შენ როგორც გინდა ესე მოვიქცე. ნაპატიეთ შემოსერგო. რა ვქნა, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ შენ არ ახარ ის კაცი, ვისაც მე ოჯახურ საკითხებში ჭკუას დავეკითხებოდი. ვერ ვიტყოდი რომ ამ ხრივ საქმე საათივითა გავს საწყობი. მაშინ მართალია. სერგო. კარგი ახლა სერგო. ხორცინებას უარს არ ვიდა. სერგო. ვიცი მე. კეთი, საკმაოდ ნერვიული რომელიც. როგორ არის? კი არა მინდა მე აუტანელი ხასიათია. მაგრამ აი თვისებებიც რომ ბევრი აქვს. აი ზუსტად ისეთი ჩემნაირ კაცთან ცხოვრებისათვის რომაა აუცილებელი. ეს სადავო ეგ არა კაცო, ეგ. ჯერ არ გადაუწყვეტია ფიქრობს, ვანიკო, ფიქრობს. აი რა თქმა უნდა დავკიდოთ რა მოხდება. მან დღის სინათლე შაშამს, ვანიკო. მართალი ხარ, მართალი. სწორედ დღეს გამახსენდი. ჩვენთან ვიღაცა ტიპის აფიშებს ბეშტავენ. ესე იგი 500 იცანი დაუბეშტეს მალიანი. წარმოგიდგენია. ის ტიპის თეთრ ყვავილებს ხატავს. ესე იგი თეთრი, სრულიად თეთრი კათხათა ყვავილები თეთრ ფონზე არ აქვს დახატული. ანტრიაზე თეთრი არ არის, ვანიკო. ეგ ვიცი. ეს ისე თქვი. ანტრიაზე თეთრი არ არის? ვანიკო. ეს სურათი თეთრი არ არის, ვანიკო? ა? რა, თლა თეთრი მართლა.
კიდევ რა ფერებს ხედავ თქვენ? აცისფერს. ყვითელს. ხთა ჟანგისფერს. თვალს თუ მოჭუდავ? და ყველა ეს ფერი შენ გაღელვებს? აბა, ყველა ეს ფერი მე ძალიან მაგ. შენ მართლა უთვისტომო და დეგენერატო ვარ. შენ დებილო და იდიოტო. ადე ანდრიას ეცოდები. შენ საცოდა. მოხერები ახლა რა. ხედავ ბიჭო, ფასმა გააბლა. აი რა ფიქრს რა მოგიწია აი ეს ცხრენი ახლა 6000 იგი შენ ხელოვნება გონი. ორი მერე ვარო. აი საძიბრა პლინი კაცი. ვარა საშინელება. არა ათმაინც არ ვიყო ბიჭო, ჩემი თანდასწრებით. რა თანდასწრებით ვარ? ვის თანდასწრებით? როგორ ამბობ, ჩემი დიახაც მე ესპერები მოხდა და მახერა. ესპერები შენ ასეა შენ. ნუ მივალი გაკურსი გასა ესპერები შენ ახლა. სადარი ფერები? რა კარარი როგორ აკაყალ? ვანიკა! ესე იგი ეს ფერები შენ არ გაგელვებს, ვანიკა. ბიჭოს? ეგ ამიჯერა, რატომ უნდა მასწავლიდეს მე ესპერები აღელვებს თუ არ მაგ. ანოცა ხარ და ყვითელსაც ხედავ. მე რა ბეწას ვერ ხედავ, შხლიტო. უცნობ მიგრაციას და რა. არის შენ ახლა ხალხი არის გეტყოდი ახლა. და ჟანგისფერსაც ხედავ. ყველა ფერსაც. და ბოლოს ერთი აგვიხსენი რა შენ თვითონ ვინახა ო რა შენ გეკითხები შენ თვითონ ვინახა შენ გეკითხები შენ არავინ არ გიყავს ყველა გძულს და კიდე ტრაბახობ თანამედროვე კაცი არ ვიყო რას ნიშნავს? აბა, წავედი მე და თქვენ ისაუბრეთ. რა გინდა? რა გინდა ეხლა შეგონა ფიშტი არ და ამ დაბოხდეს უსვინო. დიექტორ შენ რა უკაცრავად რას ნიშნავს ეს თანამედროვე კაცი რა რაო? ცი თანამედროვე ადამიანი ის არის ჩემო მამია ვინც თავის დროში ცხოვრობს. ამას უკვე აფტკინა. როგორ შეუძლია ადამიანს სხვა დროში იცხოვროს რა? ცი თანამედროვე ადამიანი ის არის ჩემო მამია ვინც თავისი აი 50 წლის თუნდაც 100 წლის შემდეგ თავის ეპოქას წარმოადგენს. მე რაში გამომადგება ახლა თუ ოდესმე იყვნენ თავის ეპოქის შვილი იყო. აი მე რა? შენ რა შუაში ხარ ბიჭო? შენ ვის დაკარგვი ხარ? შენზე ვილაპარაკო. თანამედროვე ადამიანი ის არის გიმეორე და პური კარგად მიგდე. ვინც ცივილიზაციის განვითარებაში მონაწილეობს. თანამედროვე ადამიანი სულ ყოველთვის ევოლუციის პროცესში. სულ ეგ არის. ეგ ცოტაა. უკაცრავად თქვენ მონაწილეობთ ამ ევოლუციის პროცესში. დიახ ბატონო, ჩვენ მონაწილეობთ ამ ევოლუციის აი ეს ბანაკს მონაწილეობს? არა, ბატონო, არა, რა მინდა მე საწოდას და უნდა. არა, მითხარ მიპასუხე. ვანიჩკაც აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანია თავის როგორ ერთი ამიხსენი ახლა თუ იმ ნაჯღაბი ვიმჟელებ კედელზე რომ უკიდია ის ნახატი კი ნაჯღაბნი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს ნაჯღაბი რა მნიშვნელობა? ის ნახატი ნაჯღაბნი არ არის. არ არის, მაგას არ არის, ნაჯღაბია, გაანებ, გაჩო, მაგას მომსინე. აი ვანიჩკაც აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანია, შესავით, იცი? ხოთი შორის, შენ თანამედროვეების ტიპიური ნიმუში ხარ და რაც უფრო მეტად ცდილობ განუდგე ამ თანამედროვეობას, მით უფრო ტიპურდები. კარგად ქონია საქმე ასპერჩი. მარცელაფერს ეს მარტო შენი პრობლემაა. მაგრამ იცი რაშია საქმე მამია? ყველაზე უბედურება იცი რაშია, რომ შენ სხვისი აზრის მოსმენა არ შეგიძლია, იცი? მარტო შენ იცი რა არის კარგი, რა არის ცუდი. შენ იცი ის მაგონა. აი
ადამიანი ჭაობში რომ იხჯობა ხო იცი? და რაც უფრო მეტად აფხურობს, რაც ცდილობს ამობობდეს იქიდან. მით უფრო რომ მეფლობაში. გამიგე? ეხლავე მოუხადე ბოგიში. აუ. ამას? ვაჭა. ვაჭა. ვანო. ვაჭა, მოიცა რა, ნუ. მე სწავლობ ხო და? ხო, ადრეს უნდა წავსულიყო. ალბათ. გმადლობ. არტი ცხენე. რო რა ცხენე. თავს ესხმე ადამიანს. რომელიც ის არის რომ ვიცი რომ პასუხს არ აქვს. ვიცი, რაც შენ ახლა მითხარი ეს ჩემს ისედაც ჩასრულ მდგომარეობას უფრო აუარესებს მე ვიცი. დამავიწყდა იცი, აი ვიგონებ და აღარ მახსოვს. როდის იყო მე და ვანიკო როდის დავწმაკასთიდან. რა ვიცი, საერთო რა გვაქვს მე და ვანიკოს. რა, ყოველთვის ასეთი არის. არა, ადრე ისეთი მაზალა ხასიათი ქონდა. შეგიყვარდებოდა და ეხლა რა. შენთან რა გაქვს საერთო თუ იცი? ისთან? ჩემთან. არა, ეს სხვა თემაა, მოდი დღეს ამაზე არა, რატო? არა, მოდი. დღეს და აი ახლა, მოდი. აბა. ივანე არ უნდა გამებრაზებინა, შევწდინე. ძლივს რაღაც ადამიანური არ წამოქვს რა ბიჭო. სხვათა შორის. იცი ნახატზე. არ უნდა გეთქვა ნაჯღაბნეო. და გონე მამამისის დახატულია ბიჭო. არა. გონე ეგრე. შენ არ შეუბერე რა. რა უფერავდი მაშინ გამახსენდა ზუსტად. ივანეს დაბრუნება. ლიფჩი ვიღაცა ბავშვები ისხდნენ და ერთობოდნენ, ამიტომ დაბლა კიბეებით ჩავარბოდი და ვფიქრობდი ეხლა წავალ სახლში. ავიღებ ომის დროს გადამამულ ჩემს იარაღს, დავბრუნდები და მოკლავ მეთქი. მაგას ვაჩვენებ, ვინ არის საცოდავი და უბედური მეთქი. ამასობაში პირველ სართულს და ჩავირბინე და მხოლოდ იქ გამინათდა გონება ჩემთან შეუძახე ძმაო. ფსიქიატრთან 6 წელს, იმიტომ ხომ არ დადიოდი რომ საუკეთესო მეგობარი მოყვა. შამანაურთან 6 წელს, იმიტომ ხომ არ კურნალობდი რომ მამიას ამბიციების იქით მისი ეს სულიერი დისკომფორტი ვერ დაინახო მეთქი. დახმარებას რატომ არ თქო მამი? იყვირე რა, მიშვენებ. რაც უნდა გამეჭირდეს. მაინც გიშვენ. მაინც. ბიჭო. იცით შამანაური თქვენზე რას ამბობს? ვერ გავიგე რა. შამანაურთან ჩვენზე ლაპარაკობ. შამანაურსმა ყველაფერზე ველაპარაკე. მაგრამ ფსიქიატრთან ჩვენზე რატო ლაპარაკობ? ზოლა იმ კრეტინთან ჩემზე მეორედ ხმა არ წამოხდეს, თორემ რატომ მიშოვს, მაო, სიტყვის თავისუფლება? სიტყვის თავისუფლებას კი არა, გეკითხები, რატო ლაპარაკობ იმ ფსიქიატრთან ჩვენზე? ხსება მე ვგრძნო, დაძაბული ერთობა რო გვაქვს და მინდოდა აეხსნა. რა, აში გაინტერესებს ვერ მე დავიცოთ ეს კრეტინი რას ამბობ ჩვენზე რა. გაინტერესებთ ის კაცი რას ამბობს თქვენს? მაინტერესებს ძალიან. ეხლა ჩაიწერე? ჩავიწერე, ხო, იმიტომ რომ რთული დასამახსოვრებელია. წავიგით, ხო? წავიგით, ჰა, მეც დაიწერე. თუ მე ვარ იმიტომ რომ მე ვარ,
მაშინ შენ ხარ იმიტომ რომ შენ ხარ. ეს ნიშნავს რომ მე ვარ და შენ ხარ. მაგრამ მაინც როგორ? კაცო. თუ მე ვარ იმიტომ რომ მე ვარ. ნუ. მაშინ შენ ხარ იმიტომ რომ შენ ხარ. ეს ნიშნავს რომ მე ვარ და შენ ხარ. მაგრამ თუ მე ვარ იმიტომ რომ შენ ხარ შენ. მაშინ შენ ხარ შენ იმიტომ რომ მე ვარ. აქედან გამომდინარე. მე არა ვარ. და შენ აუცილებლად უნდა ჩავწერო. აი გებიჭო. რამდენ სულ 15 ლარს კვირაში ვარ. კარგია. შენ თავარი არის ბიჭო თორე. ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ ეს იდიოტი ინტერესის ხელში აზრებს ფულს, გაიგე? რათა ფროიდის თანახმად უნდა შეიქმნოს ფულთან განშორების სევდა. შერა, ვაიჩკა, დრო რო გექნება გეხვეწები, გადავიწერე ერთ ეგზემპლარს. გამოგვადგება. რა უნდა გელაპარაკო რა? შენ ხა ვერ ხვდები, მაგრამ ეს კომპიუტერ სხვადასხვის გაცილებით ხმა, ვიდრე თქვენ ახლა გეჩვენებთ. მოიცა იმისთვის დაბრუნდი, რომ მეორე ლოყა მომიშვიო კაცო. არა, ამ შამანაურმა სულ გამოაშტერა ეს საწყალი. აი, თვითონაც რო მოგფიდე, თემენე უყო. ამასი ეხლა იცი რა მეუბნება? არინდა დაიჯერო შენი ანტრიაზე. აი მეორე მოგ არა და კეპიცები, სერგო, კეთის კეპიცები. აი, რაც მეც უყურე, მით უფრო მოგწო. ეხა მომისმინეთ ორივე. თქვენ ხო გამოთქვით თქვენი აზრი, არა შენს და შენს. აი, მომისმინეთ თქვენი აზრი ორივესი. აი, სულ ფეხებზე კიდია, გაიგე? რატომ ღელავს სერგო? სულაც არ ვღელავ, მამია. უბრალოდ ისი რა არის, აზრი არ აქვს რა ამ კამას. არა, თუ ღელავ და ნერვიულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვათა აზრს აყოლი. ბიჭო, არ ნერვიულობ, უბრალოდ ისი რა არის, უაზრობა ამას ლაპარაკი, დავიხალე რა. არა, ნუ ღელავ მაინც. მორჩით რა საქმე დაიხურა, ხო თქვით რა, გეყოფათ ახლა. მართალია ეს კაცი, მართალია. დაყოფა, მორჩა. წავიდეთ ახლა და სადმე ვივახშმოთ. თქვენ წადით, მე არ ვიდე. ეხლა რა იყო სერგო ხო რა? ძლივს ერთად შევიყარე. აი, ხედავ, როგორ ჩანს, ჩვენ ერთად შეყრას, მარტო ზიანი მოაქვს რა და მორჩა, გეყოფ. ეხლა მართლა ვერ გამიდია რა ხდება. მოდი დავწნარდეთ. აბა რატო ჩხუბ? ეს სურათის გულის შე ვერ გავიგე, მართლა ვერ ახდები, რა ნავცმის ხავს ეს. მორჩა მე მეორედ ვეღარ ამომიდი. არა, მაგრამ მეც უნდა წავიდე იმ შამანაურთან. შენ ვერ დახვა, ვერა დრო არა, დრო. ჩაგედა. გელცებიუმი. კარგი ხარ. ღირსნიც არა ვარ, თუმზია. ზუსტი შენიშვნაა ჩემო ბაგაჟო, ზუსტი. გეშინია ჩემ აზრს არ აყვე და ჩემი თვალით არ შეხედო. ისი რა? არავის არ მეშინა. არა? შენ იცი რა თქვა ამაზე, პოლ ვალერი? არ მაინტერესებს. მოიცა, არ გამაგიშვა. პოლ ვალერის აღარ გაინტერესებს. არ დამიწყდა ხარ პოლ ვალერის კითხვა, თორე კი, გადავიღე. მაგრამ შენ რა მომიჩნდა ეს პოლ ვალერი? არ ის მაინტერესებს. ხომ მოგწონდა ეს? სულ ფეხებზე მკიდია, რასაც ამბობს პოლ ვალერი. ერთი რა გიდია, მაგრამ ფეხებზე მითხარია ძალიან რა, ჰა? აი ის სერგო რომ შენ ჩემმა მეგობარმა კაცმა ეს იყიდე და აი ამ იმაში იმდენი ის მიეცი. აი ეს არა, მაშინ მეც ვიტყვი რა გიდია ფეხებზე. თუ
დამიმტკიცო რომ მეცნო ეს სურათი არაერაობად მიმაჩნია რა. არა აი აზრადაც არ უშვებ რომ შესაძლებელი ეს სურათი მე მართლა გულწრფელად მომწონდეს. აი ამიტომ ჩემო მამია ვერ გამიგია ჩემო ძმაო რა. აი რა გვაქვს საერთო მე და შენ საერთოდ რა გვაკავშირებს? მე ვერ წარმომიდგენია რომ ჩემს მეგობარს ნორმალურ ადამიანს შეიძლება რომ აი ეს მოსწონებოდა. მაგრამ რატომ მამია გამაგებია? იმიტომ რომ სერგო მიყვარს. მაგრამ არ შემიძლია აი ამ ნახატის მყიდველი სერგო. ბიჭო, რატომ ამბობს ამ ნახატის მყიდველი სერგო? რატომ არ იტყვის რომ არ შეიძლება მიყვარდეს სერგო, რომელსაც ეს ნახატი მართლა გულწრფელად მოსწონს? აი მითხარი. ჯელა ეს მოსწონს. და რატომ იყიდი მე რა მითხარი რა? აი მეც მაგას ეს ამას მეკითხება გასო რატომ იყიდიო? არა, აი რატომ პასუხობ? აი რატომ არა, ხედავ როგორ პასუხობ? რატომ იყიდა? შეიგნე რა ბოლოს და ბოლოს მე ეს სურათი მართლა გულწრფელად მომწონს გესმის? და ისეთი გამოხტომები მაგიჟებს და მასოფებს. გაიგე რა? კარგი. ეხლავე გაგაგებინებ. მამია გახსოვს შენ მაშინ ადრე ლაურაზე რომ მკითხე როგორ მოგწონს რა სერგო მითხარი რა სერგო რა გახსოვს მე ხო არ მithქვავს მაშინ რომ ლაურა მახინჯი და ერა წარია მეთქი არა და შემეძლო ასე მეთქვა ლაურაზე მართლა რა თქმა უნდა არა კაცო უარესის რო იცოდი. არა. უარესო თუ ჩემიც გატარა. ამასენი რა მეკოებს რა. აი რას ნიშნავს ეს უარესო უარესო. ხედავ, აი თუ ხედავ რა. აი დაგვიდი, როცა ლაპარაკი შენ გეხება სიმართლე, რა წარე მოსასმენია რა სიმართლე. ამისენი რას ნიშნავს უარესო უარესო. ჩემი ძმა ხარ, ნუ იმუქრები რა, ძალიან მიმუქრები. მე მიმუქრები ვანიკო ახლა. მიპასუხე რას ნიშნავს უარესო? ბატონო, ახლა მოგიხსნით. რა უნდა? აი, თუნდაც უყურებ. აი, მაგალითად, აი სიგარეტის კვამს როგორ ინიავებს? როგორ ინიავებს სიგარეტის კვამს? არ შეუმჩნევია, ხედავ? შენ მართლა არ შეგიმჩნევია, როგორ ინიავებს ამ სიგარეტის კვამს? შენ რა გონია, მარტო ისე უბრალოდ იქნევს ამ თავის ხელებს მხოლოდ ბულის გასაფანდა ვარ? ნუ რას უკაცრავად, ჩემო მამი? არც კი შეუმჩნევია. ეს იცი, ეს მის შინაგან ბუნებას ყიდის. უზრდელია. მართლა ასე თუ რა თქმა უნდა, როგორ ჩემს ლაურაზე თითქმის ჩემს ძოლზე ასე საშინელებებს, იმიტომ ვიზახი რომ ხელებს ლამაზად ვერ იცი. არა, მაპატიებ, ჩემო მამია, მაპატიებ, მაგრამ იცი, სხვა ნებისმიერი გარბაისელი ხალი ლაურას ადგილას. იტყოდა თუ შესაძლოა ეს საფერფლე ცოტა იქით მისცეთ სიგარეტის კვამლი მაწუხებსო. რას უკაცრავად? რასო? შენიშნეს ღირსათაც არ ჩაქთოს. იქნევს ამ თავის ხელები. დაგრილი და გატანჯული სახი. შენ ცოტა საზვია. ახედავ, აზვიადებო, კი ატყვიო, აზვიადებო. იცი რა, ჩემო ძმაო? აი ძალიან გული წყდება. ძალიან გული წყდება, ასეთი ქაჯი რომ შეკვდა. ლაურა. ქაჯი არ არის. ეხლავე ან წაიღებ შენ სიტყვებს, ან ძალიან დიდ ბოდიშს მოიხდით, თორე სერგიკო. მიგაბ შენი სიტყვები უკან თუ არა? არა.
რატო სერგო ხა მოიხადე ბოდიში რა რატო და მოიხადე? კარგი ხა რა კარგი მოშინე ხა სიცილი მომამკალით კაცო რა ამი ხა მოიხადე ბოდიში უკანასკნელ გიშო ბოდიში მოიხადე არა ძმა ორი ნორმალური კაცი უცებს უ გადაირიეთ გამაგებია. ვაიმე დედა რა. ორი მანახე. ხაგერ მოგიდო სერგო. ხელი არ მომგიდო გელაპარაკების თქო. ვაიმე. არა ფერი არა არა გაიხედა. პურის ბარაბანით უგამისხდა მაინც მე. ბარაბანი არა ის. რაიცი შენ? შენ რაიცი? როგორ ავიცი? შენ ხომ კურცხვილი არა ხარ? შენ ხარ დერმატოლოგი ხარ შენ. დერმატოლოგი ხარ. გამიგონია ადამიანი გალანს ხვაქაო და ხელებს ცუდად იქნებს. მართალი ხარ, მართალი არ გამიგონია. ეს ხომ სრული უაზრობა? აზრი რა არის ეს? რა? მოდი კიდე დავარ. მოდი დამარ. მოდი. ვაიმე დედა. სერგო გაფიცე. არა. ეხლა თაღმა გაირმინა თუ მომეჩო. ვირთ ხაიქნებოდა რიშა ვირთ. აი, ვიქების გაუჩნდა, ხო ხეთა? სერგო რა მოხდა? თქვენ შორის ისეთი. ამ ორი მაგაც უცებს რომ გააფრინეთ, გამაგებინეთ. არაფერი ვაჭი, აბსოლუტურად არაფერი. მე შევიძინე ხელოვნების დინოში, რომელიც მამას არ მოეწონა. მე არა ისევ ნახას დაუბრუნდი. ტვინი გადაგეკეტათ. ეხარ გაჩერებულ ხარ. მოგეთ. ზუსტად ისე იქცევით, როგორც მე დაიმიტა. თქვენი ურთიერთობა მაშინში და პათოლოგია. მოიცა, ევლიდან ვინ არის? ჩემი დედი გაცვალი გასო რა მოგეთ. არა დიდი ხანი არ გიხსენდა დღე დამოვიდა. აი დედა როგორ. დედა. ზარი. თქვენი გულისთვის მე ყურის აპკი გამის. ღირსები მაინც. ვაიმე დედა. რატომ ადრე არ მითხარი? ლაურაზე თუ ასე ფიქრობდი? არ ვინდოდი. გულს გატყე. უილია, რატო? იმიტომ რომ პირველად თავიდან რომ მკითხე, შენაზე მიპასუხებ ფერიფერსო. მართალია ეს კაცი. მართალია ეს კაცი. ვაიმე. ვაიმე. ცოტა კონიაკს და ლევ. მამია დავიხედე და ტვინში რაღაცა მართლა განისხა. ალკოჰოლი არ მაწყარებს.
ლაურას ესეთი არაფერი არ მithქოს. ისაუბრეთ, მე ყურადღების ვაღირსია. ეს შენი სასაყვედურო არაფერი არ ჩამიდენია. მოიცადე რა მე ჩავიდინე რა მე შენი სასაყვედურო. ო, რა. ჩემი და ლაურას ურთიერთობით ჩვენს ზმობას არაფერი არ. მოიცადე. ასე ამ ტრიაზე ტრებად გვაქცია? ხო? აჰა. ესე იგი ანტრიაძე შლის ჩვენს ზმობას? ანტრიაძე და სხვაებიც რამის. შედა. შედა რეკავს. რა მნიშვნელობა ორივენი კარგად უსწრეთ. სერგო შენ რომ ჩემი ძმაკაცი ყოფილიყავი, ნახაც შენ არ იყიდე. ესე იგი მაგაცების აღარა ხო? არა, დრო იყო, მაფასებდი, ჭკუასაც მეკითხებოდი. ეგეთი ურთიერთობას ხო? აი, ვანიკო ახლა ერთუჯრედიანი ამება რო არ გამხდარიყო. არ გამიჭერა. მიდი, განაგძე, მიდი, მე ყველაფერს ავიდავ. არა, ხო იყო დრო, ვანიკო. მოსწონდა ჩემი ორიგინალური მსჯელობა, დამოუკიდებლობა, უცნაური ხასიათი, მაგრამ როგორც იყო, ყველაფერს აქვს თავის ბოლოს და ბოლოს. და შენც ჩამოგშორდი, მიღალატე, ხო? მე ჩემოგშორდი? მე გიღალ. ხო, შენ ჩემ თვალში მოღალატე. მე ვერ ვიტან შენს დამოუკიდებლობას. რა, უცნაური, მართლა საოცარი. აი, საოცარია, მაგრამ სიმართლეა. ხო? ჭაიბრალია. არ მეცალა და შენს დრო იხელთე და გამოჩენილ პიროვნებებს ვიაშურე, ჯაყელებს, შარიკაშვილებს და იცი კი თბილისის ეკი გოგუაძეს, ეს გოგუაძეს ბრალი. რა სამო, მამე, რა შუაშია ბიჭო გოგუაძე? მამე, გოგუაძეა, უყარს კონცეპტუალიზმი. აი, რა მნიშვნელობა. აი ხან გამაგიჟო კონცეპტუალიზმი. აი ხომ ხედავ ჩვეულებრივი საუბრის დროსაც, სერგო. არ გვესმის ერთმანეთი. მეგობარი დიდი ხნით არ უნდა მიატოვოს, უთვალი უნდა გეჭიროს, დაკარგაო. აი თუნდაც ჩვენი საბრალო ვანიკო. თავის დროზე მოსხოვებული ენერგიითა და ტემპერამენტით რომ გვახტოვანებდა ახლა ბითუმად მოვაჭრეთ გადაიქცა, მალე მეუღლე გახდება, მე რა გახდება კაცმა. მამია. რა. ფიჩების ვახ. რა. იცი რა. აი როგორმე, არ ვიცი როგორმე უნდა ისწავლო ადამიანების სიყვარული, ბეგი. მარტო სიყვარული და სხვა არაფერი. ეს რას ნიშნავს ეს მარტო სიყვარული და სხვა არაფერი? ადამიანი უბრალოდ უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. როგორია ეს ადამიანი? მაინც და მაინც უიღბლო. ესე იგი ჩემ მხრიდან ნამდვილი ძმაკაცის ძიება უიღბლობაა რა, ის ამ ძიებაში ბედი არ მწყალობს. ერთი ბითუმად მოვაჭრეთ გადაიქცა, მეორე თეთრ კაკაშკებს ყიდულობს. მედიცინაში ამ ავადმყოფობას რაღაცა ქვია. მოიცა, მამია. ესე იგი შენ რა, ვერ გავიგე. ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობას ბოლო ეხება? ხო. რა სულემო ბიჭო, შენ რა სულემო? არა, თქვენ რაღაცას თქმა ხო? აი ეს თანამედროვე ხელოვნება, რასაც ეფუძნება ჩემო სერგო და ვანიკო. აი სწორედ აი ამ არსებობებისა მე არ მჯერა. მე სიურპრიზის კანონიო. სიახლის კანონიო, არა ეს ყველა სიურპრიზი რა არის, სერგო, ეს ხომ კუდრატშობილი გვამი. რა, აი თუნდაც მასე იყოს. მე რა? ამაზე მეტი რა გინდა, მე ჩემთვის რაღაცა დიდი ხნის სარგებლობის აუ, ხაერთი თუ ჩემის გვამი. შამანაური გენიოსია, ყველაფერს ხანგრძლივი სარგებლობის სიურპრიზი. გენიოსია. შენ ისე ნუ იქცევი თითქოს შენ ეს არ გეხებოდეს ვანიკო? ნუ მე იქცევი. რა შუაში ვარ? ამას მართლა ხوار გაუჩნდა რაღაც აფკი. როგორ არა აფკი ვანიკო? შენ მთელი ცხოვრება ცდილობდი რომ ჩვენ თანასწორნი ყოფილიყავით. ყველაფერში ვანიკო, თანასწორნი კამათში, ზმობაში, ხელოვნების შეფასებაში. ვერ ვიქნებით თანასწორნი ვანიკო, მე და შენ, ვერა. ამიტომ უნდა ახლა ამოირჩიო ან ეს ან მე. ხო. უგე ამოვიჩი. ზოლიმორგი. უშემატკივრები არ ამჭირდება რა. ხელს რა კრავ, საცოდავს, რატო კრავ ხელს? რატო ვიკმიდებით თუ ასე გძულს ერთმანეთი რა? აი ერთმანეთი რო გძულს ეს ნა. მე არ მესისხები.
აი თქვენ კი ნახდათ გძულთ ერთმანეთი და მეც გძულ ვართ მაშ რატომ მეგობრობ მე მაგალითად მინდოდა შევხედროდი ჩემს ძველ მეგობრებს მათთან ერთად ძველებურად მემხიარულა გავტობილიყავი ვანჩკა შენ თუ აკვირდები მარტო შენ თავზე ლაპარაკობ შენ სხვათა შორის მხოლოდ რიცხვში ლაპარაკობ მე თქვენ ვიღაზე ლაპარაკობთ სერგო თქვენ აქ ყველანი საკუთარ თავზე ლაპარაკობთ ჩაგვაშხამარა დღევანდელი საღამო მე ჩაგაშხამეთ რა საღამო მე ჩაგაშხამეთ ხო დღევანდელი საღამო შენ ჩაგვაშხამ ესე იგი დღევანდელი საღამო მე ჩაგაშხამეთ დიახ დღევანდელი საღამო შენ ჩაგვაშხამ მე ჩაგაშხამეთ შენ ჩაგვაშხამ უკაცრავად საღამო მე ჩაგაშხამეთ შენ ჩაგვაშხამენ თუ ხებაგრაბას ესე იგი დღევანდელი საღამო მე ჩაგაშხამეთ ხო რა ჩაიხვიდე თუ რა გიხვიდე მამია გაფიცე ყველაფერს საღამო მე ჩაგაშხამეთ 40 წუთი დაიგვიანე ბოდიში არ მოგიხდია მაგრამ ორი იმდენი შენს გამოქლებულ ოჯახზე გველაპარაკებოდია ჩაგაშხამე არა მამის მე ეგეც რო არ იყოს კაცო ეგეც რო არ იყოს რა სამო რატომ მამია ეგეც დავძამდი თქვენ და დავძამდი ესე შენი უხერხემლობით მეცსა და ბატონ მამიასაც ორივეს მოგიზიანე წინ შენ სამის გადახვედი რასტი შევსამის ხარეზე შენს დამიწყე არა დაგიწყევა ანეჩკა იმიტომ რომ ამაში მამე აბსოლუტურად მართალია ხა სიმართლე ვთქვა რა შენ ყოველთვის საკონფლიქტო პირობებს გიქნი რა რა იყო ვერ თქვენ გამაგიჟებთ არა თქვენ მე ამატირებთ თქვენ იტირე ასა კონკრეტულად მაგას როგორ მე მანიკო ყველაფერი ხელს გიწყობს ჯოჯოხეთის მაშხალაზე კონცინტები მე ის მაგაცებს წის კრავ კუბოს კარამდერო ზმობას ეთიცებოდი ყველაფერი ესე იგი ყველაფერი მორჩა და დამთავრდა ამას უყო ჩემი ხორცინი როგორ ახორცინი თქვენ რომ მეჯვარეები ხართ რა დაგავიწყდა შევცვალეთ ხო არ შემიძლია განცხადება შეტანილი მაქვს არა არ შემიძლია მე გამოსვლა ეს აკრძალულია არის აკრძალულია და დამიყავის გასული აკრძალულია შენ მე მასწავლი ეს არის აკრძალულია სერგო ეს კარგი ხო ეს არის აკრძალული ხო მოვა კორტილი უნდა ჩაეშალა რა იგე აი კაცო აბა როგორ გასამა კაცო რჩო კი რას როგორ მოვაჩი დებილო აბა რას ვიზავ რა შენა ეს როგორ გონია ბითუმად ვაჭრობა მე რა უზე მეხატება დაიწყო არა და რა ვქნა ამის დედავატირი როგორ მოვიცია 40 წელი როგორც ხოში მქონი ისე ვიცხოვრები ჩემი სისულელეები და შენს გართობი სხვასაც მაგრამ მე საღამოობით ხომ მარტო რჩებოდი სულ მარტო სახლში ბრუნდებოდი და სიმარტოვისაგან ხმუილი რომ არ დამეწყვეტი ყველაფერს ჩავთავდი ხოლმე თუ კი რამე ხმას გამოსცემდი ხილად ზვაგას ხილად არ დაიბოღმა ხო იტყობა ბოხმა ჩემო მამია რა ვქნა მე თქვენნაირი ფაქიზი სულის ადამიანი ვერა ვარ
არც საკუთარი აზრი გამაჩნია. არც ხელიანი სამსახური ტაკი მასხარავი. ტაკი მასხარა ვიყავი და ტაკი მასხარად მოვკვდები. აი, დაწყნარდი. როგორ ბედავ შენ ჩემს დამშვიდე. აი, დამშვიდი, გადა ცუდი რამე თქვია, დამშვიდი მეთქი, დამშვიდე დაკარგულ ადამიანს რომ ეთქვი დამშვიდიო. ამაზე უარესი რა უნდა იყოს? კარგი ვანიგა. ნუ დაწყნარდები. ვიცი მე რომ თქვენნაირი არც ჭკუა მაქვს და არც განათლება. რას ამის რას მე თქვენთან მეგობრობა მინდა სხვა არაფერი. აი ხა ბიჭო ნუ აგუჩუყებული ახლა. მოვჩი სარგო აგინე. საჭმელი არაფერი გასა. რაღაცა ერთი ლუკმა გექნება თორე წამივა გული ახლა. მაცივარში სეთისხლის მეტი არაფერი არ ამაგ, აიგე? სამაგეროთ ანტრიაძე გახდა. ხლა, ისე რა. ებიჭო წანი მოიდან ეს სეთისხლია თუ მაკარონია თუ რაღაცა. რა? ნუ კიდე აქ ახარშე. აი მოვიდა. სირბილი. სირბილი. სულ გააფრინეთ თქვენ, სულ. გადაირიე. უცალი მეგულებოდა. ერთი ვიღაცა შეუჭამე. ეხლა რო წამოსკუდი მან ამას პატარა თებში არ უნდა? იმისათვის. ისპირს? ვიცი მე ერისთვისაც. ეხლა მითხარი მამია. ღირდა ასე გაგიჟება? უბრალო თეთრი ტილოს გამო? აბატონო, ინებეთ იმისათვის. დიდი მადლობა. შენ დაგისწავე? დაასხი შეშებაპერდე. მე აპკი რომ გაგისწავე. დაასხი. რა გვეშველება? ივლი მე ასე უაპკ. სადაა ბიჭო მაგას აპ. ძმებო. ხო. ძმებო. ძმებო. ანტრიაზე თეთრი ხო არ არის რა? ბატონებო. აი ეს ტილო ალბინოსის მოჯმულ სახთაა. ვიჟა კაცის მოჯმული. არა.
იმას ვიტყვი რა. ის მაჯბურა. გაგინდეს რა ვაიმე აიო არ ვიცი ახლა მაგას კიდევ რაღაცა უნდა მივახატო აი ხა კაცი მათხოვე რა არა როგორ არ გათხოვე მაგრამ ისე რა ერთი ნაგლე ლურჯია და რა ფერებში როგორ წავა არის სირა მოდი შენ შეთვითო მე თუ არა. არა შენ მე მოდი რა მოდი თამამად მოდი აი ზეგასე. მოდი. აჰა მე სეროშ. მამია კარგი იყო არა თუ გაჩერდი კაც ამას ვინ ეკითხე რა შენ მორჩი რა თავი ნობლდოა. მამია მორში ახლა გეყოფა არქმე გეყოფათ ახლა მორში ეხლა თუ ეს სერგო არ არის სერგოს განახეთ ეხლა მამია ჯობათ მარვე ავედით სერგო. აღარა გვეხმელა. ახ, ვანიკო, შენი ბითუმად პაჭრობ. რა იმას მაინც ჯობი არას. აი, ხა ვანიკო გვეწყვის. ეს შედა წავე ხა ვიواشო ასპორშიმდა
წილის მეორე დღეს მე და კეთი ვერის სასაფლაოზე წავედით. კეთინ დედამისის საფლავზე სახორწინოთ აიგული და კამფეტები დააწყო. მე კი ერთ-ერთ ძეგლს ამოვეფარე და გავკირდა. დასაძინებლად რო წებოდით, მაშინაც სრემლები წამოვწევდა. ერთ ჩამანაურს უნდა ვკითხო. ამ ბოლო დროს ძალიან გულაჩუპებული ვარ და სულ მეკირება. ჩემი ხის მამაკაცისათვის ეს ცოტა ნაადრევი ხომ არ არის. ეს ტირილი იმ დღიდან ამეკვია და სერგოსთან თეთრი ტილოს გამო რომ შევასწრით ერთმანეთს. არა და მას შემდეგ რაც სერგომ თავისი საოცარი საქციელი დაგვიმტკიცა რომ მამია უფრო ძვირფასია მისთვის ვიდრე ანტრიაძის ტილო რესტორანში წავედით. იქ მამიამ და სერგომ პიცი დასდეს რომ აღადგენ დანგრეულ ურთიერთობას. ჩემო მამია მას შემდეგ ვეღარანაირ ჭკვიანურ ლაპარაკს ვეღარ ვიტან. ამ ქვეყნად არც მშვიდობა და არც სხვა რამ ღირებული არ შექმნილა ჭკვიანური სიტყვების ბრახა. როდესაც მე და მამეამ ლაურას ნაყიდ შვეიცარიული საპნით როგორც იქნა ამოვშალეთ ის ჩვენი მოთხილამურა კარგი ხანს შევცქეროდით ანდრეაძეს მე მამეას მიუბრუნდი და ვკითხე ბიჭო მაშინ რო ხატავდი იცოდი რომ ამოშლა შეიძლება მეთქი არა შენ თუ იცოდი კინაღამ გამოვთქვი რომ ვიცოდი არა ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვერ გავაწყდი მოვატყო თეთრი ღრუბლებიდან თეთრად ბარდების არც ღრუბელი მოჩანს არც თოვლი არც სიცივია და არც მზეზე მოელვარე მიწა ვიღაც თხილამურზე შემდგარა და მარტო მიექანება სადღაც იქ ქვევი თავს სანამ კაცი არ გაქრება არ გადავა სადღაც იქ სადაც შემდეგ ფერი ცვალება ელის ჩემმა მეგობარმა რომელთანაც თელი ცხოვრება მაკავშირებს თეთრი სურათი იყიდა საშუალო ზომის თეთრი ტილოა მეტრი და 60 დაახლოებით მეტრზე და 20 ტილოზე კაცი სივრცეს კვეთს და თან უჩინარდება იწრიცება სივრცეში თავს